მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაგიკეთოთ ახლა, რომელიც თქვენში ძალიან პოპულარობით სარგებლობს ლაიკებითაც, ნახვებითაც და კომენტარებითაც, რატომაც გასაგებია, რატომაც პრინციპში ძალიან პოპულარულია. ეს არის თემა პაუზა თუ დასასრული გავიგოთ. უბრალოდ ერთს დავამატებ, რომ მხოლოდ თქვენ და თქვენ პარტნიორზე არ იქნება ეს გაშლა იქნება ნებისმიერ ადამიანზე, მეგობრობასთან მიმართებაშიც, მაგალითად, პაუზა გაქვთ თუ დასასრული თუ რაღაც კონფლიქტის სიტუაცია იყო და მქონდა ასეთი თხოვნები მეგობრების სიტუაციასთან მიმართებაში, აქედან გამომდინარეც, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანთან მოკლედ რაღაც კონფლიქტი, რაღაც გაუგებრობა, რამე ისეთი რაც მოხდა და გაინტერესებთ. ეს არის წერტილი თქვენ ცხოვრებაში ამ ადამიანთან თუ გაგრძელდება, მაშინ მოკლედ ესე ჩაიფიქრეთ. ესეთი გაშლა იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს დასრულდა თუ დროებით არის შეჩერებული თქვენი კავშირი ამ ადამიანთან. იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რა ხდება თქვენ ურთიერთობაში ახლა გავიგოთ და ენერგეტიკა თუ დაემთხვა, ჩათვალეთ რომ თქვენი ეს გაშლა და უნდა უყუროთ. საერთო გაშლები ყველასთვის ყველაფერი არ რეზონირდება, მეგობრებო, 100,000 ჯერ მაქვს ნათქვამი და ნუ მიწერთ ყველა კომენტარში, რომ ესე არ არის და თქვენზე არ არის, სხვაზე არის და ვინ საჭიროა ის მოისმეს და შეგიძლიათ უბრალოდ დაალაიკოთ და გაიაროთ. ან არ დაალაიკოთ თუ მაინდა-მაინც არ მოგწონთ. თქვენ შორის სამი მაღალი არკანია და ბოლოში არის 13 მაღალი არკანი. სიკვდილი, ტრანსფორმაცია. ესე ფეხის დაჭერის მომენტი აქვს. ვიღაცას უნდა რომ გაგსრისოთ, ვიღაცას უნდა რომ თავის ძალაუფლება გაჩვენოთ. დიდი ალბათობით მსხვერპლის როლში თქვენ ხართ ამ შემთხვევაში და ვიღაცა ძალადობს თქვენზე ფიზიკურად, მორალურად, ნებისმიერი ძალადობა ფსიქოლოგიური სტრესში ჩაგდება, რაღაცა ბატონყმობის სიტუაცია, სამუშაო რეჟიმი თუ არის მაგალითად ან უბრალოდ და ხელქვეით შორის დამოკიდებულების ელემენტი, რაღაცნაირად უნდა გაჩვენოთ, რომ აი თქვენ ბევრად პატარა ხართ და აი რომ დაგაჭირო გაგსრისავ და მე მეტი ძალაუფლება და მეტი ასე ვთქვათ იმის საშუალება მაქვს, რომ მე ვიყო ის, ვინც შენგან კი არ მიიღებს წინადადებებს, არამედ ჩემსას უნდა დაემორჩილო. აი ესეთი სიტუაციაში გრძნობთ თავს და პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ძირითადი მასისთვის იქნება ისე, რომ თქვენზე ძალადობენ, ანუ თქვენზე არის ეს ფსიქოლოგიური, ნერვოზული შეტევები და დამოკიდებულებაში ჩაგდება და სტრესში ჩაგდება, რაღაცნაირად ფიზიკური, მორალური, ნებისმიერი წნეხის ქვეშ გრძნობთ თავს. თუმცა ეს ადამიანი წარმოდგენილია როგორც მაგათ და მზე ამოვიდა ასევე, კიდევ ვიმეორებ, ძალიან რთული ტრანსფორმაციის და ძალიან ისეთი განსაკუთრებული პერიოდის წინაშე ხართ ახლა ცხოვრებისეულად. მაგის როლში არის წარმოდგენილი, ანუ ყველაფერი მის ხელშია, ყველაფერი შეუძლია რომ შეცვალოს. მაგალითად, თუ ჟეზლი, ხმალი, თასი და რადგან გამომჩა პენტაკლი, ყველაფერი, ანუ შეძლების დაგვარად არის მის ხელში. მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეარბილოს სიტუაცია, გამოვიდეს კონტაქტზე, მაგალითად, ჟეზლის მაგივრად აიღოს თასი და გაჩვენოთ, რომ კეთილგანწყობილია თქვენთან მიმართებაში, არ უნდა თქვენი მტრად გადაკიდება, ან საერთოდ დაშორიშორება ამ სიტუაციაში, მაგრამ ადამიანი არ ცვლის აი ამ სტრატეგიას მაგურს, დამოკიდებულებაში გაგდებთ რაღაცნაირად, ამ პარტავანია ცოტა არ იყოს. ბევრისთვის ასე რეზონირდება, რომ манипуляტორია თქვენ ემოციებზე, თქვენ ფსიქოლოგიაზე, თქვენ სტრესებზე манипуლირებს და ამის ძალაუფლება აქვს, ამისი რაღაცნაირი რესურსიც აქვს პრინციპში, რომ მის სიტყვას და მის ქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სიტუაციაში თქვენთვის ეძლევა, მაგრამ აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე თქვენ გონებაში, თქვენ გულში რაღაცნაირი მზე ანათებს, რაღაცა გაგინათდათ. ცხოვრებამ თითქოს რაღაცნაირად დაგანახათ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ
ვინ სინამდვილეში როგორი მეგობარია თქვენი, ვინ სინამდვილეში როგორი საყვარელი ადამიანი და პარტნიორია, როგორი კედელივით შეგიძლიათ ენდოთ ან არ ენდოთ ამ სიტუაციიდან გამომდინარე ამ ადამიანს, თურმე როგორი მოღალატე ყოფილა გაგინათდათ, აი ამ სიტუაციამ გაგინათათ მზემ მაღალმა არკანმა და ყველა ვარიანტში რატომ არის მზე დადებითი კარტი, ყველა ვარიანტში სასიკეთოდ ეს სიტუაცია რაც არ უნდა რთული სიტუაციის წინაშე იყოთ ახლა და პარტნიორს ეხება ეს მეგობარს, სამუშაო თემას თუ თანამშრომლს თუ ასე შემდეგ და ნათესავს თუ ვინც კიდე იყოს, კიდე მეზობელი, ყველა ვარიანტში თქვენ და სასიკეთოდ მოხდა ასე და ასე ვთქვათ, ამ ტრანსფორმაციის შედეგად უნდა მიხვედრილიყავით, უნდა განათებულიყო თქვენ გონებაში, უნდა დაგენახათ რეალური ამ ადამიანის სახე და მისი დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში ნიღბის გარეშე. ვინ არის სანდოა თუ არ არის სანდო, გამოგადგებათ მომავალში ცხოვრებაში თუ არ გამოგადგებათ. ეს ის პიროვნება, ვინც თქვენი ერთგულია და არ უნდა მას რომ დაგკარგოთ, კი რაღაც კონფლიქტი იყო, მაგრამ არ დაგკარგავთ და თასს აიღებს და გაჩვენებთ გულს თუ არ გაჩვენთ. ყველა ვარიანტში, ყველა სიტუაცია, რაც ჩამოვთვალეთ და რაც არ ჩამომითვლია კიდევ თუ ასეთი გაქვთ, იცოდეთ რომ თქვენთვის სასიკეთოდ იყო ასე, მაღალი ძალებისგან იყო თქვენი ტრანსფორმაციის, თქვენი ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასასვლელად. დასრულდა ის მომენტი, რომელიც გქონდათ ამ ადამიანთან ურთიერთობაში და აღარასდროს აღარ გექნებათ ეგ ის პერიოდი ოქროსფერი თუ ვარდისფერი სათვალეებით, რომელიც გეკეთათ ამ პიროვნების წინაშე და რაღაცნაირად დადებითს და უარყოფითსაც წარმოიდგენდით, რომ ასეთი პიროვნება, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. და უნდა ყველა ვარიანტში იფიქროთ, რომ ასე აღარ მოხდება, იმიტომ რომ მე-13 მაღალი არკანის სიკვდილი, სადაც ამოდის, ისე როგორც აქამდე გრძელდებოდა ამ ადამიანთან ურთიერთობაში, აღარ გაგრძელდება არასდროს. და ეს არის ყველა ვარიანტში თქვენთვის სასარგებლო და წაგადგებათ აი ამ ტრანსფორმაციის შედეგად. ეს უნდა გენახათ და ეს უნდა გეგრძნოთ იმისთვის, რომ გაზრდილიყავით და გადასულიყო რაღაცა სხვა ეტაპზე. სამუშაო რეჟიმი იქნება თუ თქვენი ცხოვრება სხვა პარტნიორთან შესახვედრად, თუ ამ ადამიანის თქვენი ცხოვრების წარსულში დასატოვებლად ნებისმიერ სიტუაციაში მოკლედ. თუ ატყობთ, რომ იდენტიფიკაცია ემთხვევა, მაშინ გავიგოთ პირდაპირ ეს არის წარსული ამ ადამიანთან. ეს არის წერტილი ამ ადამიანთან თუ არის პაუზა, მაგრამ ყველა ვარიანტში მე-13 მაღალი არკანი უკვე მაუწყებელია იმისი, რომ როგორც იყო ის ურთიერთობა, აი როგორც გატეხილი ჭიქა და დააწებებ, მაგრამ ისეთი მთელი და ლამაზი აღარ არის ყველა ვარიანტში. ეს მე-13 მაღალი არკანი ამას გვიჩვენებს, რომს გაგრძელდეს ისე ვეღარ იქნება, როგორც იყო დღემდე. პაუზა თუ დასასრულიო, არ არის დასასრული. ორიენტაცია მოდის ამ ადამიანს სინამდვილეში. გულწრფელად უყვარხართ და გულწრფელი ემოციები აქ კი არის მანიპულატორი და არის შესაძლებელი ამ კარტით მაგით გეტყვით, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია ეს პიროვნება, ექიმია, იმიტომ რომ მაგები ხშირად ამოდიან მკურნალებად, ხალხურ მკურნალებად, რაღაც ფსიქოლოგიური მკურნალობის რეჟიმი აქვთ ადამიანების მიმართ. მოკლედ, აი ყველანაირი ესეთი მკურნალობის ადამიანია. თავის სიტყვითაც თუნდაც შეუძლია ფსიქოლოგიურად გიმკურნალოს ისეთი თბილი და მოტივირებული სიტყვა გითხრას 1-2. ამ ადამიანს გულწრფელად სინამდვილეში უყვარხართ მიუხედავად იმისა, რომ მაგია, როგორც თქვი. გულწრფელი ემოცია აქვს თქვენს მიმართ და თქვენისთვის ხართ იმპერატრიცა კარტი არის ღია და ამიტომ დავხურავ ნაწილობრივ ვიდეო არ დაიბლოკოს. იმპერატრიცა არის რესურსული ქალი, მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის ცხოვრებისეულად ქალი, ქალღმერთი, ქალი ყველაფრის და ყველა ადამიანის მიმხედავი, საკუთარი თავიდან დაწყებული, მიხედილი ყავს ყველა და ყველაფერი, ძალიან ხელმარჯვეა ეს ქალბატონი, ძალიან რესურსულია, მომავალი შვილების დედა, ასეც არის წარმოდგენილი, ეს ადამიანი მოვა 100 ხელში თქვენთან მიმართებაში. წყლის სტიქიის წარმოადგენელი შეიძლება იყოს ზოგიერთისთვის კიბორჩხალა, მორიელი ან თევზების ნიშანს წარმოადგენდეს ეს პიროვნება, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან რომანტიულად მოვა მაინც მიუხედავად იმისა, რომ ეხლა თქვენი კარტები ესე ამოდის პირიქით.
ესე იგი აირეკლა კამერამ, ესეა, მოდის ერთმანეთს არ უყურებთ და გაბრაზებული ხართ ერთმანეთზე, ეს ადამიანი საბოლოო ჯამში თასით ხელში მოვა თქვენთან და რაღაცა ფინანსურ წარმატებულ პროექტს, წარმატებულ კედლად დგომას შემოგთავაზებთ, მაგრამ მიიღოთ თუ არა ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, კიდევ მეორე